ახალი კონსტიტუციის საბოლოო დამტკიცებამდე რამდენიმე პროცედურა რჩება. პარლამენტის მიერ მიღებული პროექტი ხელმოსაწერად უკვე პრეზიდენტთან გადაიგზავნა. რა პროცედურებია საჭირო, რომ უზენაესი დოკუმენტი საბოლოოდ მიღებულად გამოცხადდეს და როდიდან შემოვა ქართულ პოლიტიკურ რეალობაში განსხვავებული თამაშის წესები. ანა ბროლაძე კი ამბობთ. კონსტიტუციის ახალი პროექტი საკანონმდებლო ორგანომ პრეზიდენტს უკვე გადაუგზავნა. კანონმდებლობით პირველ პირს უზენაეს დოკუმენტზე ხელმოსაწერად 10 დღე აქვს. პრეზიდენტის ხელმოწერით კონსტიტუცია საბოლოოდ მიღებულად გამოცხადდება და გამოქვეყნდება. მისი ამოქმედების ვადა 2013 წელია. კონსტიტუციის პროექტის ავტორი ავთანდილ დემეტრაშვილი დარწმუნებულია, რომ მიხეილ სააკაშვილი უზენაეს კანონში არც შესწორებებს შეიტანს და არც ვეტოს დაადებს. პრეზიდენტმა იმ თავითვე, როდესაც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია იქმნებოდა, თქვა, რომ საჭირო არის ევროპული ტიპის კონსტიტუციის მომზადება. როგორც ექსპერტები აცხადებენ და თავად პრეზიდენტსაც არაერთხელ ხაზი გაუსვია ამ როდესაც პროექტი უკვე პარლამენტში იყო შესული, ეს არის ევროპული ტიპის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, ამიტომ როგორც თქვენ ბრძანეთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ მან გამოიყენოს თავისი ვეტოს უფლება. ცვლილებები, რომ ევროპულ პრინციპებსა და დემოკრატიაზეა მორგებული, ამაში მიხეილ სააკაშვილს ეჭვი არ ეპარება. პრეზიდენტი საქართველოში ჯერჯერობით არ იმყოფება. ის ახლა დამტკიცებულ პროექტზე საერთაშორისო მედიასთან საუბრობს. საქართველოში საკონსტიტუციო ცვლილებებიც განხორციელდა. სუსტდება პრეზიდენტის და ძლიერდება პარლამენტის ძალაუფლება. თქვენ მანამდე ნათქვამი ჰქონდათ, რომ ეს აუცილებელია თქვენი ქვეყნისთვის. ახლა თუ უჭერთ მხარს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა მიიღო. მივიღეთ კონსტიტუცია, რომელიც ევროპულ პრინციპებს ეფუძნება და დემოკრატიის განვითარებაში დაგვეხმარება. ჩვენ ყავს მთავრობა, რომელიც საკმაოდ პოპულარულია საზოგადოებაში. კიდევ უფრო პოპულარულია ის ინსტიტუტები, რომელზეც სახელმწიფოა დაფუძნებული. რატომ ამაყობს პრეზიდენტი ახალი კონსტიტუციით იურისტ ლია მუხაშავრიასთვის გაუგებარია. თუმცა ამ კითხვაზე მეტად კონსტიტუციონალისტს ის უფრო აინტერესებს, მოახერხებს თუ არა მოგზაურობის მოყვარული მიხეილ სააკაშვილი 10 დღის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებასა და კანონის სრული დაცვით დოკუმენტის გამოქვეყნებას. პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ ტექსტი უნდა გამოქვეყნდეს და მე ვფიქრობ და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ საზოგადოებაც ნახავს იმ ტექსტს, რომელიც საკმაოდ რთული მოსაპოვებელი იყო კულუარულად და პარლამენტის დერეფნებში და საბოლოოდ ჩვენ გვექნება ის ტექსტი, რომელიც გამოქვეყნდება როგორც ჩვენი კონსტიტუციის ახალი ვერსია. ლია მუხაშავრია დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტი არც პარლამენტის მიერ დამტკიცებულ ვარიანტში შეიტანს რაიმე ცვლილებას და მას არც ვეტოს დაადებს. დავადებში მოაწერს პრეზიდენტი ხელს პროექტს და რამდენ ხანში გამოქვეყნება უკვე ახალი კონსტიტუცია მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ გაირკვევა.